22 დღე ნორმალური ვადა იყო. 22 დღეში გამკეთებელი იმავე საქმეს 15 დღეშიც მოასწრებს. იმედია. დუბაიდან ყოველ დღე მირეკავენ. თავი მომაბეზრეს. მშენებლობის ვადის თითო საათზე მოლაპარაკებიან. კარგად ვიცი როგორებიც არიან. აუტანლები. შეჰრაზადთან იმათ თავი უნდა შეიწუხოს. გუშინდა ვინახე 6 საათზე სამსახურიდან რომ გარბოდა. იმ გოგოს რას გადაეკიდე? წამოდი მშია რამე შევჭამოთ. წამოდი. ასე მომერვილობ, გთხოვ. როგორ არ ვიმერვილობ, ბენო? მთელი დღე თავაუღებლად მუშაობ, მაგრამ აინც უკმაყოფილოა. ახლა იმას არკვევს, საღამო რისთვის არსებობს. თითქოს გასართობა დავდიოდე. პროექტის ჩაბარების ვადა ახლოვდება, გაღიზიანებული ამიტომ არის. ამბობენ, ვინც განათლება გერმანიაში მიიღო, სამსახურში მკაცრები არიანო. ვინც ამას ამბობს, გერმანიაში უნდა გავაცნო. საოცრად თბილი ადამიანია. კანთან მიდიხარ? ხო. საჭმელი ერთი ჭამია. რა საჭმელი, ბენო? ჭამის თავი მაქვს. რადგან ასე უნდა პროექტს ამ დღეში მოვამზადებ, მიუტან და თავიდან მოვიშორებ. ვიცი რომ საქმის უპასუხისმგებლოდ კეთება არ გრჩევია, თანაც ანერვიულო არაფერი გაქვს. დაგეხმარები და ყველაფერს მოვასწრებთ. ბენო, ჩემო მეგობარო, დიდი მადლობა, მაგრამ შენც უამრავი საქმე გაქვს. სხვაგზე არ მაქვს, კომპიუტერთან მუშაობა უნდა ვისწავლო. უკვე რომ ვიცოდე პროექტზე ერთად ვიმუშავებდით და აუცილებლად მოვასწრებდით. გმადლობი ალჩიმბერი, დიდი მადლობა. წამოდი. წავიდეთ. დედას წამოგეყვანა განი, ცოტა ხანს ჩვენთან დარჩებოდა. ალბათ კაისერში მოწყენილია. მასალია, ნედამ წამოგეყვანა, ძალიან მომენატრა. თუ ასე მოგენატრა, ჩადი და ნახე დაიგო. რას ამბობ ამ მდგომარეობაში როგორ წავიდე? მაგითაზე დაზგა ფუსუნჰანემ. არა, ხელში დაიკავებს და შეჭამს. ჩაი ხომ ახალი მოდუღებულია, დიახ. გელივით მშია. ღამით მარტო ერთი ბუტერბროდი შევჭამე. 4 ლირა მივეცი, ცხოვრება ძალიან ძვირია. ალაჰი შეეძიოს ყველა დაჭირებულს და ღარებს. ამინ. ამინ. ლორენი დაფამწვარი სად არის? გათავდა საყვარელო. გათავდა? დინას ლორის ბოლო ნაჭერი შევჭამეთ. დედა უთხარით მამას უფრი და კიდევ ჩამოატანინოს. ვიტყვი. წარმოუდგენელია, კაისერელის სახლში ლორი გაუთავდათ. რომ მოდიოდი წამოგეყო. როგორ ლორის უნია მივიდოდა? გოგოები სად არიან? სკოლაში. ყოველ დღე სკოლაში ვინ დადის? ხანდახან შეიერონ ხოლმე და საკმარისია. შეესავით არა? ხო. დედამ პატარა ბურჰანს რაღაცები გამოუგზავნა. როცა გაიგო რომ ბიჭია ეს ამბავი მთელ ქვეყანას გააგებინა. გონი საკლავის დაკვას აპირებს. რა საჭიროა ასეთი სამსადისი? ჯერ კიდევ ადრეა. ბავშვს მართლა ბურჰანს არქმევთ? რა თქმა უნდა. არ მეგონა ცოლქმარი ასეთი მლიქნელებით ვიყავით. სისულელით მოამბობ. ანევლი აუღლოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებს. რომელი განყოფილებაა? ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ბავშვი მსივნე აქვს. ონკოლოგიური, ერთი წუთით დაგაკავშირებთ. ცოტა ხანში დარეკეთ, ხაზი დაკავებული, ან დაელოდეთ, გელოდებით. რა ლამაზია? დედა ჩემმა მომავალ შვილიშვილს რამდენი რამ მოუგსოვა. ჩემს დედამთილს ხელში ჭხირს ვერ ააღებინებ. კიდევ გამიგზავნის. მას შემდეგ რაც გაიგო რომ ბიჭი დაიბადება, დღე და გამგზავს. ბიჭის მომავალი დედა უნდა გაანებიბრონ. ეს რა არის? ნადიდე ხანიმს გამოუგზავნა. რა ქალია დედა ჩემი? ძახავს რამე რომ არ გამოუგზავნოს მოკვდება. თანაცებრის შუმისაა. ეს ქალი გაგიჟდა ძალიან ცუდი ეხირებოდა. მაჩვენე? ცხიმიანი ხელი კაცი. თუ ასე მოგწონ შენ დაიდოვე. არა. დედა ჩემი დაარეკავს და იკითხავს, ძახას მოეწონა თუ არაო. წავალ ნადიდე ხანიმს მივსემ, ბოლო დროს სულ დაზებულია, იქნებ ცოტა მოლბეს. კიდევ ერთი ჭიქა ჩაი მინდა. ბავშვის ბებია ვარ. რა ბედნიერება. გმადლობ, ალა.
სიხარულით ვტირი. მკურნალობის კურსი რამდენდღიანია? ექიმო, ჩემი შვილიშვილი ძალიან იტაჯება? რას ამბობთ? ყოველდღე ნემსი და წამლები, რა საშინელებაა. დედა. რა ხდება დედა, ვის ელაპარაკებოდით? რატომ ტირით? არავის. ჩემი დედიკოს ატირება ვინ გაბედა? მამიკომ ხომ არა? არაფერი მომხდარა. როგორ არა? არა მეთქი ფუსუნ. ფუსუნ. მეორე სანამ ჩემს ოთახში შემოხვალ დააკაკუნე. ალმატელები ანკარიდან დაბრუნდნენ? ჯერ არა. ანუ როგორ ფიქრობ? ჩვენთან სტუმრად ხომ არ დავპატიჟოთ? დავპატიჟოთ. მურღაიათან იმ სუთხრად საინტერესო ტური დაგეგმოს. სტამბოლი, ბოსფორის სრუტე და თოფქაფის სასახლე დაათვალიერონ. ერთ საღამოსაც რესტორანში წავიყვანოთ. კარგი. დუბაიში როდის მიდიხარ? როცა დეტალური პროექტი მზად იქნება. ამ ეტაპზე ეს შეუძლებლად მეჩვენება. შენსაც ისევ არ იშლი. ონორ მომისმინე. ხომ კარგად მიცნობ. შენ საქმეში არასოდეს ვერავი, მაგრამ გონი შეჰრასაც მეტად მკაცრად ექცევე. არ მესმის რატომ საყვედურობ. მინდა კარგად იმუშაოს. ბოს პილოტ მოგადააქცევ. საჭირო არ არის. არ მესმის იმ ქალს ასეთი თავგამოდებით რატომ იცავ? იქნების ქალი მომწონს. დაიძინა. მეუხენში გასაგზავ წერილში დეტალური მონაცემების ჩაწერა არ დაგვაუწყდეს. ხო, ჩავინიშნავ, თანაც მათგან რეგულატორის მონაცემების დადასტურებას ველოდებით. კარგი. ხვალ 12 საათისთვის დავურეკოთ. კარგი. ამ დროს ბერლინში 11 საათი იქნება. დიახ. ვილისთან პირი დამთავრებული ექნებათ. კარგი. მშენებლობაზე გადაღებული ფოტოები მზად არის. ერთი დისკი თქვენ მოგიმზადეთ, მეორე თქვენ. გმადლობთ. გმადლობ. თუ აღარ გჭირდებით მე წავალ. დიახ, რა თქმა უნდა. გმადლობ, ღამემშვიდობის. ღამემშვიდობის. მაინტერესებს ფოტოები როგორი გამოვიდა, დავათვალიეროთ? უკვე გვიანია, დრო სწრაფად გასულა. კარგი, წავიდეთ. ხვალ გამაგრძოთ, საჩქარო არ არის. წამოდი. როგორც გნებავთ. ხელფასის მომატებაზე არაფერი უთქვამთ? ვინ მომატებს აქან? ჯერ ძირითად შტატშიც არ ვარ. კი, მაგრამ რატომ? არ ვიცი. უზარმაზარი პროექტის ხელმძღვანელად დამნიშნეს. მაგრამ არც ხელფასზე უთქვამთ რამე და არ შტატში გადაყვანაზე. ძალიან დავიღალე. არ ვიცი ამდენ პრობლემას როგორ ვიმკლავდები. ძლიერი ქალი ხარ. პროექტი ცუდროს დაემთხვა. სულ ქანზე ვფიქრობ. საქმეს სათანადო დროს ვერ ვუთმობ. რა გასაკვირია შეჰრაზად? თანაც ქანის არსებობას ყველას უმალავ. ასია. მეშინია შემთხვევით რამე არ წამომცდეს. ფრთხილად იყავე, შენს უფროს ბევრი ნაცნობი ხავს. არ გაიგოს ბავში რომ ხავს.
იცი, ონურბენი პროექტის ჩაბარების ვადა 7 დღეში ამცირა. ეს ცუდია. ძალიან ცუდი. იცი რა, ამჯერად დრო მაქვს. თუ გინდა დაგეხმარები. ღამით დავსხდეთ, მუსიკა ჩავვრთოთ, ყავა დავლიოთ. 3 ღამე დავათენოთ და საქმეს დავამთავრებთ. კარგი. კიდევ დაგისხა? ო. ისევ სვამ? პრობლემაა? რა პრობლემა უნდა იყოს, შულო? დალე თუ გინდა. მამა შენს გავხარ. სასმელი ადვილად გეკიდება. ამიტომ გითხარი. სამი ჭიქარხი დღემდე არასოდეს დამთროლ ვარ დედამ. რაღაც გეშლებათ ფერიდე ჰანიმ. სამი ჭიქარხით ბურა კითხვებოდა. რა ცუდი სიმძლავრე ჰქონდა არა დედამ? სხვა ვერაფერი გაიხსენე, შულო. რატომ ასე არისო? ვერ ვიხსენებ, ეს როდის იყო? არ გახსოვს? მამა ჩემმა ამერიკელებისთვის ვახშამი რომ გამართა. მერე? ჯერ მოსამზადებელზე ვიყავით. ო? ვიხარო და ამერიკელებს ინგლისურად დავილაპარაკებითო, მაგრამ სუფრასთან არ დაგვსვეს. ბურაკმა რუსეთიდან მამა შენის მიერ ჩამოტანილი არაყი დალია. პორტოხლისვენში გაურია. რა იცოდა, მაშინ პატარა იყო. სამაგიეროდ ახლა ბევრს სვამს. ნიუ-იორკში. ამით რისი თქმა გინდა, ქერემ? არაფრის. ის თქვი რომ პატარაობაში მოუყვარდა. მოდი ამაზე მოღარ ვილაპარაკებთ. საჩევჩერდით. ბოლო პუნქტს ვიხილავდით. ასია ფერიდე ჰანიმ. დამფუძნებელთა საბჭოს ხდომაზე სულ ერთსა და იმავეზე ვსაუბრობთ. მომხრევინ არის წინააღმდეგი მიღებულია. დიახ. ალმატელებთან პროექტის პრეზენტაციას ვინ ჩაატარებს შენ? მე? არა? ბენუ. ბენუმ ჩაატაროს. კარგი გოგოა. ბენუ რომელია? არქიტექტურის პრემია რომ მიიღო? ის შეჰრაზადია. ჯერ არ იცნობთ ფერიდე ჰანიმ. დროა ის არქიტექტურა ჩვენს გავიცნოთ. რა თქმა უნდა. ონურბეის სამუშაო პროგრამა თავიდან შევადგენე. დეტალური პროექტის ჩაბარება 17 დღეში შემიძლია. შეჰრაზად ჰანიმ, თქვენთვის არ მიკითხავთ დეტალური პროექტის ჩაბარებას როდის შეძლებთ მეთქი. გითხარით რომ 15 დღეში მზად უნდა იყოს. ხო, მაგრამ გეგმას რომ გადავხედე, ეს ვადა ყველაზე ოპტიმალურად ჩავთვალე. თქვენ შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვიყო პროექტის ხელმძღვანელად არ დაგნიშნავდით. ხომ ასეა? კი, მაგრამ ჯერა რომ მოვასწრებთ. როგორც ჩანს საკუთარ თავს თვითონ არენდობით. თქვენი ნახვა დიდი პატივია ფერიდე ჰანიმ. ჩემთვისაც ის ამბე მეუღლე როგორ არის? მოგითხვა შემოგითვალათ. დაბრძანდით. მადლობ. ქურაბიეს გარეშე თათვირი არ ტარდება. მაბადია დამოგვიანდა. მოგესალმებით მეგობრებო. ნურჰაიათ ჰანიმ, დაბრძანდით. დავიწყოთ მეგობრებო. დატვირთული განრიგი გვაქვს. პირველი საკითხი ალმა-ატის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის ეკონომიკური დეტალები. რა საშინელი სუნია, როგორ უძლებთ? ხომ გითხარით, ტყავი აქ არ დააწყოთ მეთქი. ახლა ვიგავიდან ბურჰანბეი. ვარგი, გაიტანეთ. ადემი სად არის? საქონელს იბარებს. გასაგებია. ალი კემალ, ესენი წამოიღე. ახლავე მამა.
მურჰამიძია, ოთახი რა ლამაზად მოგიწყვიეთ. ზირადღირებული რემონტი გაგიკეთებიათ. მოგეწონა? ო, მომეწონა. მიხარია, დიახ. რადგან შენ მოგეწონა, ესე იგი კარგი დამოსულა. მამა სად დავაწყო? სადმე დავაწყო? რასაში ნივისუნი აქვს? მთელი დღე ამ სუნს როგორ უძლებთ? მე ვერბზნებ უკვე შევეჩვიე. განიბე ისე ლაპარაკობ, თითქოს ვარდების ბაღში იყო გაზრდილი. ადემ. მისმენთ ბურჰამენ. მაღაზიაში წაიღე, ნიაზის არის მიეცი. ხუთარი გამოვართ, ა? ო, გამოვართვი. მანდრასულ გახარ. შენს მითითებას ველოდები. წადი ცეხი მოიარე, სოლიზმად წაიყვანე. ვერგი. დამოდი. რა უტვინო შვილი მყავს? რა უქნა, გამეშველება. სულ აქ ხარ ხოლმე? რას გულისხმობ? მუშებთან ხარ? შენი კაბინეტი არ გაქვს? კაბინეტი მაღაზიაში მაქვს. მაღაზიაში გაქვს, მაგრამ აქაც უნდა კონდეს. ბოლოს და ბოლოს ალი ქემალ ევლია ოღლუ ხარ. კაბინეტი არ მჭირდება. რატომ? მუშებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. სულ თავზე უნდა ედგე, რომ რამე არ გააფუჭენ. რაგნელია, მთელი დღე ფეხზე დგახარ. მამა ჩემი უკვე დაგვერდა, ძველი შემართება აღარ აქვს. მითხრა ცალკე კაბინეტს მოგიწყობო, მაგრამ უარი უთხარი. კაბინეტში რომ გამოვიკეტო, მუშებს ვინ გააკონტროლებს? ო, მართალია. ალი ქემალ. რა? საღამოს გავისეირნოთ, კარგი? სად? რა ვიცი, ცოტა გავერთოთ. ნახოთ, შესაძლოა წავიდეთ. კარგი. მეხუთე პუნქტი, სამსახურში მიღებული პერსონალის უფლება-მოვალეობები. ეს მნიშვნელოვანი პუნქტია. დეტალურად განვიხილოთ. გამოსაცდელი პერიოდის ამოწურვა შტატში მიღებას არ უნდა ნიშნავდეს. მართალია. ჯობია ზოგიერთ მათგანს გამოსაცდელი ვადა გავუზარდოთ. რა თქმა უნდა. თუ ასეა თითოეული ქვეპუნქტი განვიხილოთ. საჭმელად მიდიხართ? დიახ. საბჭოს ხდომა ჯერ არ დამთავრებულა. ცოტა ხნის წინ დამთავრდა. დღეს ხდომა დიდხანს გაგრძელდა. ო, ხელფასების მომატებაზე მსჯელობენ. ზოგს ხელფასი მოუმატეს, ზოგი კი სამსახურიდან დაითხოვეს. რას ამბობთ, იმოდია არავინ გაათავისუფლეს. ალო. ახლა? დიახ, მოვდივარ. რა მოხდა, საავადმყოფოდან დარეკეს? არა, კადრებიდან ბენო. ალბათ სამსახურიდან მოთავისუფლებენ, რას ამბობ? დილით ომურბი ვნახე, პროექტისთვის ვადის გაზრდა ვთხოვე. მერე? გაბრაზდა. თუ არ შეწუხდებით, ეს სალიმ ჰანიმს გადაეცით. აიჩა, თუ შეიძლება სააგენტოში გასაგზავნი განცხადების ტექსტი მომიტანე. შეგან მოგიტანეთ. აქ ყოფილა. ვიპოვე. რა გულმოუწყი გავხდი? ისმაილ ბეი. შეჰრაზად ჰანიმ, დაბრძანდით. ცოტა ხანს უნდა დამელოდოთ. დიახ. შიდა ვაჭრობის უწყისი აქ ჩადონ. დიახ. კიდევ რამე გნებავთ? არა, სხვა არაფერი. გმადლობ. რამე პრობლემაა? გამოსაცდელი ვადა მოგეწურათ. დიახ. მომავალი თვის პირველი რიცხვიდან ძირითად შტატში გადადიხართ. რა თქვით? უკვე ჩვენს თანამშრომლად ითვლებით. ხელფასის თქვენი ახალი პოზიციის შესაბამისად მოგემატებათ. მართლა? დიახ. აი თქვენი პირადი საქმე. ნახეთ. ნახეთ. მილოსა შეჰრაზად ჰანიმ. დღეიდან ბინიაფი ჰოლდინგის თანამშრომელი ბრძანდებით. გმადლობთ. ოღონდ უწყისზე ხელი მოვაწერეთ. რა თქმა უნდა. აი აქ.
ალიდმუნას ფონდის არქიტექტურული პრემია მიიღო. სერიოზული პრემია. რა თქმა უნდა, ფერიდე ჰანიმ. ტენდერი მან მოგვაგებინა. წარმოიდგინეთ, შეჰრაზადი ამ პრემიის მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა არქიტექტორია. შესანიშნავია, ნიჭიერი გოგო ყოფილა. პრემიის მფლობელი პირველი თურქია? არა, მანამდე ერთმა თურქმა კიდევ მიიღო, მაგრამ ის პირველი თურქი ქალია. პროექტი მას არ ეკუთვნის, უბრალოდ მონაწილეობდა. დამსახურებას სხვა თანამშრომლებსაც ნუ დავუკარგავთ. პროექტში მონაწილეობა რომ არ მიიღო, დუბაის ტენდერს ვერ მოვიგებდით. ეგ მართალია. თუ გოგონამ ტენდერი მოგაგებინა, რომ არ დაუფასეთ. ძირითად შტატში გადავიყვანეთ. მეტი რა გვექნა, ხელფასიც მოუმატეთ. მესმის ვირფასო, შტატში ყველა ნიჭიერი თანამშრომელი გადაყვავს. ეს ახალისებად არ იცვლება. ფერიდე მართალს ამბობს ბიჭებო, მალე უამრავი შემოთავაზება ექნება. ეგ გოგო ხელიდან არ უნდა გავუშვათ, ამაზე იფიქრეთ. უკვე ძალიან დავინტერესდი. ნეტავ გუშინდეს ხდომაზე მოგვეწვია. გავიცნობდით. პროექტის ხელმძღვანელს დამფუძნებელთა საბჭოს ხდომაზე რა ესაქმება დედა? მე რა, უშიშროების საბჭოს ხდომა ხომ არ ყოფილა, გავიცნობდით და გავიდოდა. მის გაცნობას მოასწრებთ. ჰაკან, დიდხანს გავუდინე არა? არა, ახლახან მოვედი. გარეთ ცივა და ამიტომ სადარბაზოში შემოვედი. საავადმყოფოსთან ტაქსი ვერ გავაჩერე. კანი როგორა? კარგად. რამდენიმე დღეში ჩვეულებრივ პალატაში გადაიყვანენ. მართლა? ალბათ ასეთი გახარებული ამიტომ ხარ. განსაკუთრებული დღე მქონდა. ძირითად შტატში გადამიყვანეს. ძალიან მაგარია. ხელფასიც მომემატა. როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე. გაიხადე დაჯექი. სიმართლე გითხრა არ გამგურებია შეჰრაზად. ძირითად შტატში აქამდეც უნდა გადაიყვანენ. თავარია რომ გადამიყვანეს. შენი უფროსი რომ ვიყო ხელის გულზე გადარებდნენ. ჩემო მეგობარო. ჰაკან. ვალს უმოკლეს დროში დაგიბრუნებ. კარგი რა, ვალის გადახდას ვინ გაჩქარებს? უკვე გვიანია მე კი მიგურს თვალები რატომ ეხუჭება მეთქი. დავიდეთ? კარგი, როგორც იტყვი. დავიდეთ.ონორ კლუბში დავიდეთ. ამ შუაღამეს ჯერ 10 საათიც არ გამხდარა. კარგი, დავიდეთ. მაგარია. ქერემ, ალმაატელები ჩამოვიდნენ? ხვალ ჩამოდიან, უნდა ვუმასპინძლოთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის, კლუბში მიდიხართ? ხო. უძილო არ დარჩე შვილო, ხომ იცი უძილობას ვერიდან. კარგი დედა. გისმენ ბენო. საღამოშრებზე ქერემბეი მაპატიეთ ასი დროს რომ გაწუხებთ. რას ამბობ, რა შეწუხებაა? რა მოხდა, პრობლემაა? იცით ამ საღამოს რომ მუშაობდით, დისკის მოცემა დაგავიწყდათ. დამავიწყდა? დიახ. მეგონა მოგეცე. არ მოგეციათ. ამ საღამოს მასალაზე მუშაობას ვაპირებდი. შეიძლება თქვენთან მოვიდე და გამოგართვათ. სამწუხარო და არა ბენო. სახლში არ ვარ. კარგი, მაშინ დღეს ვერ ვიმუშავებ. არ უშავს, რას ვიზამთ? ამაღამ დაისვენე. დიახ. კარგი. გამიმშვიდობისა. გამიმშვიდობისა. არაჩვეულებრივი ნამუშევარია შეჰრაზად. მხოლოდ დეტალები აკლია. მართლა? ხო. დიდი მადლობა ჰაკან. შენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბრძის გარეშეა არა? ხო. გახსოვს ფული რომ მქონდა რას ყიდულობდით ხოლმე? შოკოლად ბითერს? კარი შოკოლადს. კარი შოკოლადს. ამიტომ ასე ეძახდა. ხანდახან მგონია რომ აჰმეთი ცოცხალია. ველოდები როდის დააკაკუნებს და შემოვა რომ მე სამივე ერთად ვიმუშაოთ.
რასაკეთებ ნადირ ეღანიმ? ფიქრობ. ანგარიშო ბიჭი როდის დაიბადება? ხო. ხო. ექიმთან როდის მიდიხართ? ალბათ მომავალ ოთხშაბათს. კარგია. კიდევ ვერ გაიგე იმ ქალმა ფულის ადიშოვა. ხომ არ გაგიჟდი? საიდან უნდა ვიცოდე? იმ ქალს დაურეკო და ვკითხო ფულის ადიშოვა მეთქი? საფიქრალი გამიჩნდა. არც დედა ჰყავს, არც მამა. თას ხელფასით ირჩეს. ამ ხელად ახაც ადიშოვა. ალბათ ვალია იყო. არ გამაცინო ალიქემა. ამ დროში $150,000 ვინ ვისას ესხებს? მამა შენიც არ დაინტერესებულა? არ ვიცი, თვითონ ვკითხე. ნამდვილად მამა შენმა მისცა და გვიმალავს. რომ მიეცა რატომ დაგვიმალავდა? შენი შეეშინდებოდა? ალიქემალ ვინ იცის მამა შენი ჩვენ ზურგს უკან რა საქმეებს ატრიალებს? როგორ ლაპარაკობ უსუნ? მაინც რა საქმეს ატრიალებს ბურჰანბეი? არა დედა. საქმე ვიგულისხმე. მამა უკვე მოხუცდა. ალაჰმა დღესდღეობა მისცეს, მაგრამ უცებ რომ გარდაიცვალოს. ისიც კი არ გვეწოდინება რა ქონებას გვიტოვებს. მაგაზე მოღელავ. ვინც უნდა იცოდეს ისედაც იცის. გასაგებია? ალიქემალ, შენ სულს გადაეცი, რომ ამ თემაზე ფიქრი თავს ნუ დაიღლის. დედა, ჩემი ცოლი ცდება? იქნებ ფული მართლა მამა ჩემმა მისცა. ნედავასე იყოს. ნედავ მიეცა, რომ ეს მშვიდად ყოფილიყავი. დედი სიტყვას დაუჯერე შვილო. შენ სულს არ ახვე და მამაშენ ზურგი არ აქციო, თორემ მერე მწარედინანებ. ასე არ შეიძლება გააღებირი? არ მინდა. დედა მინდა. დედა მალე მოვა. გააღებირი, გთხოვ. გააღე. სხვა პალატაში ვიყავით, იქ მოვიდა და ვერ გვპოულობს. დედა რომ მოვა გვიპოვის. არ მოვიდო. პირი გააღე. რამდენი წლისაა? 5-ის? 4-ის, 5-ის ახლა ხდება. ჩვეულებრივ პალატაში დროულად გადაგვიყვანია. საღამოს მისი დაბადების დღე აღნიშნოთ. რა თქმა უნდა. საყვარელო, პირი გააღე. შვილო. კან. დედა. შვილო. უკვე კარგად ვარ. ასეც უნდა იყოს შვილო. ხომ გითხარი გამოჯამრთელდები მეთქი? ოჯახში სუფრასთან ქცევის წესები არ გასწავლეს განიბეი. როგორც ვიცი, სუფრასთან ჯერ უფროსების ხდებიან და მერე დანარჩენები. ბოდიში ბურჰანბეი. ბოდიში არა? გამხმარი პური ხომ არ გადაგიყრია? როგორ ფიქრობ გადავყრიდი? რანი შეგიძლია ჭამა დაიწყო. ჩემს დას დაველოდები. ბურჰანბეი თუნებას დამხტავ დღეს სტუმრად წასვლა მინდა. ნაზირე ჰანიმის რძალმა ოპერაცია გაიკეთა, მინდა რომ მოვინახულო. აღირლასლიების რძალმა? ხო. წადი. მანქანა დაგჭირდება? სახატავირეული დამრჩა. შვილო, მოდით ვისაუზმოთ, არ დამჭირდება ტაქსით წავალ ბურჰანბეი. დედა რძე არ არის? გოგოებს რძე მოუტანენ უმეთ. ახლა ბურჰანბეი. ბევრი რძე უნდა სვან რომ გონება გაიხსნათ. გემრიელად მიერთით. ასე არ არის? ასეა? საღამოს ხომ მოხვალ. მოვალ, რა თქმა უნდა მოვალ შვილო. დედა საღამოსთვის სურპრიზ გიმზადებს. მართლა? მაგრამ საჭმელი უნდა ჭამო, ხომ ასეა დედიკო? რა თქმა უნდა. ჩემი ბიჭი ძალიან ჭკვიანია, შეჭამს. ჩემი შვილიც არის შეჰრაზად. არ ენერგიულო. წადი ლამაზო, საქმეს მიხედე. ალაჰი შეეწიოს ჩვენს ბიჭს. რა? ალაჰი შეეწიოს. შეწევნა დახმარებას ნიშნავს, არა? ხო.
ახლა კი ვისაუსმოთ. ქას რა გევრიელი საუსმო მომზადეს. პირი გააღე? დილამშვიდობის ძირფასო, კანტონი ყავი ხომ? გადაიყვანეს ჩვეულებრივ პალატაში, ხო? ძალიან მიხარია, გილოცავ. მადლობ, ბენო. სამი კვირის მერე ჩემ შვილთან ჩახუტება ძლივ შევძელი. ვერ წარმოიდგე როგორ მომენატრა. რა ლამაზი კაბაა. მოგეწონა? ძალიან. აქ რატომ მოიტანე საღამოსად მიმიდიხარ? ალმატელები ჩამოვიდნენ საღამოს ვახშამი გაიმართება. ხო, რა თქმა უნდა, შენც მიდიხარ. იძულებული ვარ. შეჰრაზად, როგორ გონია მეტისმეტად გამომწვევი კაბა ხომ არ არის? არ, სულაც არა. ქერემბეი რამეს ხომ არ მეტყვის? რა უნდა გითხრას? საქმეარ ვახშამზე ასეთი კაბით რატომ მოხვედიო? რას ამბობ, რატომ უნდა გითხრას? დავშვიდი. ალმატელები სასტუმროში არიან, რადგან გუშინ ჩამოვიდნენ მშენებლობაზე ხვალ წავიყვანთ. დღეს კი სტამბოლს დაათვალიერებენ. კიც ელაპარაკე? ველაპარაკე, ჩვენი სტუმრების წასაყვანად სასტუმროში მიდის. 11 საათზე დოლმა ბახჩის სასახლეში წაიყვანს. გაუმართლად. მინიაფი ჰოლდინგის პარტნიორები არიან, განსაკუთრებული დახვედრა გმართებს. ასტანაში ყოფნისას ქალაქი რომ არ დაგვათვალიერებინეს, თუმცა იქ დასათვალიერებელი არაფერია. რესტორანში საღამოსთვის მაგიდა შევუკვეთებ. ძალიან კარგი. არ მოგწონს? კი, როგორ არა, მაგრამ გონი მეტისმეტად პრეტენზიულია. არა, ლამაზი ფეხსაცმელია. ხომ არ ჯობდა მეორე მეყიდა? ბენო, მოასვიადებ. ბენო იფიქრებს, რომ საქმიან ვახშამზე პირველად მიდიხარ. ხო, მართალი ხარ. შეში არჩიე რამე. არ ვიცი, ვერ გადავწყვეტე, მთელი მაღაზია რომ ვიყიდო და წავიღო. წამოდი. გალამაზი ხარ. გალამაზი. თუ შეიძლება შემიფუთეთ, რა თქმა უნდა, სალაროსთან მოვალ. დიახ, ბენო, რასაკეთებ? აქ ანისთვის აჩუქრის საყიდლად მოვედით, ნუერევი. იქნებ ცოტა დაუჩქაროთ. სალონშიც უნდა შევიარო, შეხედეთ, მარას მიგავს. გზად არის, მოვდივარ. დანი, გამომართვი. ქარხანაში რატომ არ წახვედი? იქ რა მინდა? დასაჯდომი ადგილი არ არის. თან ბურჰამიძიას სულ უკმაყოფილო სახე აქვს. რატომ რა არ მოსწონს? არ ვიცი, მაშინვე მითითებები მომცა. ეს აიღე, ის აიღე. ასეთი ხასიათი აქვს. მოსწონს სხვა რომ ემსახურება. არ მისმის ამათ როგორ უძლებ დაიგო. სხვა რა გზა მაქვს? დანი. აქ დარჩენას დიდხანს აპირებ? არა, კი არ გაგდებ. ცუდად არ გამიგო პირიქით. მინდა რომ სულ აქ იყო, ჩემთან. რატომ? თავს მარტო სულად გრძნობ განი. ძალიან. ყოველთვის მარტო ვარ. შეურაცხყოფის მოყენება არავის ეზარება. ჩემთვის არც ალი ქემალსალია. ამ სიტყვა მამამთილისა და უხასიათო დედამთილის ატანა მიწევს. მარტო არ დამტოვო განი. გთხოვ, არ წახვიდე. ძალიან გთხოვ. ჩემი აქ ყოფნა რით გამომართლო? არ ვიცი, რამის მოვიფიქრებთ. ახლა სად მიდის? განი როცა მოგშივდება ნიმეც უთხარი და საჭმელს მოგიმზადებს. საღამომდე არ დავბრუნდები. ნიახ ნადიდე ჰანიმ. დედა, ასე გამოწყობილი სად მიდიხართ? აღებნასლიობის რძალს ოპერაცია გაუკეთებია, იქ მიდის. დამეცადეთ, მე წამოვალ 5 თვეში ჩავიცვამ. მულთენი მეც მიყვარს. ერთად სხვა დროს წავიდეთ. ახლა შენ ძმას მარტო უნდა დატოვებ. არა უშავს იყოს მარტო. სხვა დროს.
ეს თუ ახლა აღირნასლებთან მიდის, თავი მომკვეთეთ. როგორ გამოვიყურები? ულამაზესი ხარ, ბენო. ძვირფასო არაჩვეულებრივად გამოიყურები. ისეთი ლამაზი ხარ, რომ ეგონება ჩაყარებულთან პაემანზე მიდიხარ. მეტისმეტად მოვიდომე, არა? არა, სულაც არა. უბრალოდ ლამაზი ხარ, ბენო, რა იყო დანაშაულია? გმადლობ. ქანთან როდის მიდიხარ? ჯერ ონორბელი წავიდეს, თორემ გაბრაზდება ისე 6 საათზე რომ გავიდე. რომ წავა მეც გავალ. ბავშვ დიდხანს არ ალოდინო. ამას მოვრჩები და წავალ, რომ დღევანდელი დღით კმაყოფილი დარჩეს. წარმატებას გისურვებ. გმადლობ. ახალია? მოგწონს? რა ლამაზია? სად იყიდე? ბერლინში. ეს უკვე მერამდენია. გონია 70-ე. რა უცნაური კაცი ხარ. ხალხი მარკებს აგროვებს, შენ კიდევ? თანამედროვე კაცი ვარ, მეგობარო, ჩვენს დროში მარკების კოლექციას აღარავინ აგროვებს. მოგბრძანდით. საღამშვიდობის. ონორბეი, ფასადის პროექტი ბოლომდე დავამუშავე. ნახვას ხომ არ ინებებთ? ხვალისთვის გადავდოთ. უკვე მივდივართ. კარგი, როგორც გნებავთ, მაშინ პროექტს კიდევ ერთხელ გადავხედავ. ახლა ამის დრო არ არის. 10 წუთის შემდეგ გარაჟში გელოდებით. ვერ გავიგე, რატომ? ნურჰაიათანი თქვენთვის არაფერი უთქვამს? რა? საღამოს ალმა-ატალებთან ვახშამზე თქვენც უნდა იყოთ. არა, ჩემთვის არაფერი უთქვამს. ალბათ დავიწყდა. მოიმზადეთ, მალე გავდივართ. რომ არ წამოვიდე? რატომ? ალმა-ატის პროექტზე მე არ ვმუშაობ. მაგრამ ეს ბინიაფის პროექტია. თქვენ კი ბინიაფის ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტორი ბრძანდებით. ასე არ არის შეჰრაზადანი? პეპია. კიდევ გაიმეორე. პეპია. ჩემო პატარა. ალბათ ნოტირი. ბებია სიყვარულო. ჩემო პატარა. ალახს ვთხოვ, რომ მალე გამოჯამრთელდე. ცოტა ხანს გარეთ გავიდეთ. ჯერ ხომ არ მიდიხარ, ბებია? აქ ვარ. სანამ დორც არ შევჭამ, არ წავალ. ჩემო საყვარელო. მიიღებან დედა, დედა ჩემი როდის მოვა? მალე მოვა, გზაშია. შენთვის საჩუქრები მოაქვს. დედიკო რომ მოვა, სანთლებს ჩააქრობ და ტორტს შეჭამ. იმდე თუმღერო. Lay lay dedim, yat dedim. Kızıl güle bat dedim. Kızıl gülün içinde şirin yuhu tap dedim. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ჩვენთვის წარმატების მომდანი იქნება. კიდევ ბევრ სადგურსა და ჰესს ავაშენებთ. თურქული ასე კარგად სადისწავლეთ, როგორ მოახერხეთ? ტექნიკური ფაკულტეტი ბაქოში დავამთავრე. კურსელები ვიყავით. თქვენც ინჟინერი ბრძანდებით? კერენ ბეიც ინჟინერია. თქვენ არა? არა, მე ეკონომიკურზე ვსწავლობდი. ამერიკაში? დიახ, ბოსტონში. მაგისტრატურა ნიუ-იორკში დავამთავრე. მართლა? ნიუ-იორკი ძალიან მიყვარს. არ მეგონა ამ ქვეყანაში ასეთი კარგი ქალი არქიტექტორები თუ ყავდათ. ყავს. შეჰრაზად ჰანიმი ჰალიდ მუნის ფონდის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატია. გილოცავთ შეჰრაზად ჰანიმ. თქვენ სასახლეში ეს უდიდესი წარმატებაა. გმადლობთ. დედა მალე მოვიდეს, დედა მინდა. მალე მოვა შვილო. ნუ ნერვიულობ, თორემ მეც მოვიწყენ. დედა მინდა და რა ვქნა? ბებია. ბებია სიხარულო. ჩემო საყვარელო.
დედამინდა მოვა შვილო მალე მოვა არ მოიწყიო კარგი დამშვიდი ჩემო პატარა ჯერ არ მოსულა გეუდებით თორც დაჭრის კარგი ლამას აჩუქრებს მოგიტანს დებია დედამინდა მალე მოვა ჩემო საყვარელო ცოტა მაგვიანდება დამშვიდი გვინდა და ამერიკაში ერთად გვესწავლა მაგრამ კერენბეიმ გადაწყვეტა გერმანიაში სამშენებლო ფაკულტეტზე უნდა ჩავაბარო ბერლინში არ დადეგებზე ვიყავი და იქაურობა ძალიან მომეწონა ფიქრობ ევროპის ყველაზე ლამაზი ქალაქია მეთანხმებით მართალია ბერლინი ლამაზი ქალაქია არა მგონია როცა პრაღა და პარიზი არსებობს რა თქმა უნდა ლამაზი ქალაქებია მაგრამ ბერლინს სულ სხვა სული აქვს ხომასია ბენო დიახ საოცარი ქალაქია ბერლინზე უკეთესი ქალაქი არ არსებობს ასეა ბერლინს ბენო ჰანიმიც კარგად იცნობს იქ 2 წელი სტაჟიორად მუშაობდა თქვენ რა სიტყვით შეარაზათ ჰანიმ რა თქვით როგორ ფიქრობთ ევროპაში ყველაზე ლამაზი ქალაქი ბერლინია ბერლინში არ ყოფილვარ დავალთ იქ უამრავი საქმიანი შეხვედრა გვექნება ვიზით ჯერ დუბაიში ვგეგმავთ ჯერ არ მოსულა და ამიტომ დაგირეკეთ არა დედა მობილურ ტელეფონს ვერ შეეჩვია არა თან არ აქვს დიახ რომანა დაგირეკავთ გამოჯამრთელებას გისურვებთ თქვენებს მოკითხვა გადაეცით ნახვამდის აღირმასლების რძა მოთქვა ჩვენგან 4 საათზე წავიდაო ჯერ ადრეა მალე მოვა რა უდარდელი ხარ ალიქემა უკვე 9 საათია შენ კი ამბობ ადრეაო იქიდან 4-ზე წამოსულა 4-ზე იქნებ რამე შეემთხვა ალაჰმა დაიფაროს მაგრამ იქნებ ავარიაში მოყვა მამა რა ვქნათ ნერეა ბაბა სად მიდიხარ მამა დიბახშმოთ მამა ვიცოდი რომ აღირნასლიების სახლიდან 4 საათზე წამოვიდა ცოტა ხნის წინ დავრეკე შევამოწმე მართლა იქ წავიდა თუ არა რატომ როგორ გუნია ალიქემა ძალიან ჭია ვივახშმოთ დაიცადე სიცხე აქვს 39 ალიბეი სასწრაფო სიცხის დამწევის ანთელი გაუგეთეთ კიდევ მეოთხედი ამპულა მეთანიზოლი ვენაში პინული მოიტანეთ ავადმყოფ სხეულზე უნდა დავადოთ შვილო ჩემო პატარა არ მიგვატოვო შვილო ნადიდე ჰანი ნუ გეშინიათ ჩარა არ დაუწია 7-8 წლის წინ ბაქოში ვიყავე მართლა უგემრიელესი ხიზილალა ვიყიდე ფანიაფად რამდენიმე გოლოფი წამოვიღე საით ხელის დასაბანად მაგრამ საბაჟოზე ძვირი გადავიხადე ალბათ იცით რომ აქ ძალიან ძვირია მე როგორ მოაგვარეთ გაცილებით ძვირი დამიჯდა ვიდრე თურქეთში ღირს ხიზილალა გიყვართ არა არ მიყვარს ონურს უყვარს მას ვუყიდე რომ ცოდნოდეთ ამოგიღებდით ჰაზარულ ხიზილალას ვერაფერი შეედრება სხვა დროს შემოიტანეთ აქ ჩამოსვლა ხშირად მოგიწევთ
პარამეტრი მოიტანა, ჩქარა. ჩქარა, კარგად დაზილეთ. ყინული დაადეთ. გაუსინჯე? არ დაუწია? არა. ჩქარა, დაზელა განაგზეთ. ჩემი პატარა კვდება. ჩქარა, ყინული დაადეთ. ხილად. ტემპერატურა გავაკონტროლოთ. ჩქარა. ტემპერატურა უნდა ვაკონტროლოთ. დიახ. ტემპერატურა გაუზომენ. არ დაუწია? არა. კვდება. შეჰრაზადთან იმერეკავს რა უთხრა. ტემპერატურა რამდენი აქვს? 38.7. პულსი? 96. მიპასუხე. არ დაუწია? არა. ჩვენი ჰაზარი ხიზილვალით არის განთქმული. ყოველწლიურად 100 მილიონი დოლარი მოგება მოაქვს. ასეა. ჰაზარი რომ არა, ჩვენი მეთევზეები მშივრები დარჩებოდნენ. როგორც ისე გაიო რომ მერსინის თევზსა და თევზის სხვა იშვიათ სახეობებზე კვოტა დააწესა. არაფერი უთხრათ ინერვიულებს. რეაქცია უბრუნდება. სიცხე 38 და 2. უთხარით რომ ზინავს. მიპასუხე. შეჰრაზად. მიჰრიბან. ჩემო მამაზე როგორ ხარ? მიჰრიბან ძალიან შემეშინდა. რატომ? ტელეფონს რომ არ პასუხობდი, მეგონა ქაანი ცუდად გახდა. არა, რას ამბობ? ბავშვი კარგად არის. ტელეფონი ჩანთაში მედო, ზარი ვერ გავიგე. ქას აკეთებს, მელოდება? ზინავს. დაიძინა. ხო, ტკბილად ზინავს. ალბათ ფლოდინით დაიღალა და დაიძინა. კვოტამ კონტრაბანდის გაზრდას ხელი შეუწყო. ჰაზარიდან ხიზილალა $5 გააქვთ. ამერიკაში კი $1000 ყიდიან. რას ამბობთ? ფასში ასეთი განსხვავებაა? წარმოუდგენელი ფასები ყოფილა. კარგად არის? სიმართლე მითხარი? კარგად არის, კარგად. ნერვიულობ. კარგი. მოკითხვა გადაეცი, მერე დაგირეკავ. ამხელა რესტორნის ტუალეტი აქ არის? ცუდი პროექტია. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები რომ არ გადაგვედგა, ახლა გაცილებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით. თუმცა ვითარება სახარბიელო მაინც არაა. მთავრობას თავისი პრიორიტეტული მიმართულებები აქვს, რომლებსაც მფარველობს. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ. ამჯერად დავძლიეთ. რეანიმაციიდან გადმოყვანის შემდეგ სიცხე მაუწია. ასეთი რეაქცია ხშირია. თან დაბადების დღის გამოაღელვებული იყო, მაგრამ ყველაფერი კარგადაა, ნუღელავთ. კიდევ კარგი შეჰრაზადი აქ არისო. მართალია, თუმცა შეჰრაზადთან იმი გავაფრთხილე, რომ შეიძლებოდა მოულოდნელი რეაქცია ჰქონოდა. შეიძლება კიდევ განმეორდეს. არა მგონია. მაგრამ ჩვენ აქ ვართ, ნუღელავთ. გმადლობ. ექთანო, ტემპერატურა ხშირად გაუზომეთ. თუ დაგჭირდით, ჩემს ოთახში ვიქნები. დიახ.
ჩემო პატარავ. ჩემო საყვარელო. ნახვამდის, დიდი მადლობა. ნახვამდის. ისევ გელოდებით. მადლობთ. როგორც იქნა. მეგონა დილამდე ხიზილალაზე ილაპარაკებდნენ. შემდეგი შეხვედრა ასტანაში გავმართოთ. თუ თავს მოგვაბეზრებენ სასტუმროში გავიქცეთ. გვერდად გაიქცევი, ჩვენი პარტნიორები არიან. ალლაჰ შეგვიწიოს. რა? გაიმეორე? ალლაჰ შეგვიწიოს. აზერბაიჯანული რა სწრაფად აითვისენ? ო, ასეა. შენც ბაქოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ხომ არ ხარ? არა. აზერბაიჯანულ არხებს უყურებ. შეჰრაზად. უმანქანოდ ხარ, თუ გინდა წადიყვან. მე წავიყვან, მაინც იქით მივდივარ. ბენუს გავყვები. მადლობ. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობის. მგონი ჩვენც უნდა წავიდეთ. საყვარელო. დედამისის მოსვლამდე აქ მინდა ვიყო. ო, მაგრამ უკვე გვიანია ნადიდე ჰანიმ. ალბათ ბურჰანბეი ნერვიულობს. ვიცი, მაგრამ რა ვქნა ჰაკან. თავარია ბავშვი კარგადაა. ტორტი აუცილებლად დაჭერით, კარგი? ნახვამდის. რა თქვი? რა ვთქვი? ალლაჰი რაღაც. ხო. ალლაჰი შეგვიწიოს. მიჰრიბანისგან ვისწავლე. ასეც ვიფიქრე. ძალიან დამაგვიანდა ბენო. ბავშვს დაბადების დღე აქვს. არა უშავს, დილის 5 საათი რომ იყოს ტორტს მაინც დავჭრი. ცვირფასო. ხო მართლა. ხანისთვის ჩემი საჩუქრის მიცემა არ დავიწყდეს. არ შემოირბენ? მეძინება. სასისულელეს გეუბნები. შუახამეა ვინიცის როგორი დაღლილი ხარ. არა, რას ამბობ? მაპატიე. დილიდან განერვიულებული ხარ, მე კი ძილზე გელაპარაკები. კარგი რა. მეც მოვდივარ. საჭირო არ არის ბენო, ნუ შეწუხდები. არა, მოვდივარ. ხო, სახლში წადი და დაისვენე, უკვე გვიანია. გინდა რომ სახლში გამიშვა და ტორტით მე შეჭამოთ? ასე არ გამოვა. სიმართლე გითხრა, ვახშამი არ მომეწონა, მშია. კერემბეის ხიზილალა არ უყვარს. ესეც გვეწოდინება. აქ რისთვის მოვედით? დღეს ძალიან დავიღალე მეძინება. ამ ბოლო დროს აუტანელი გახდი. აქ ვერ გავერთობით, არ მინდა. კარგი რა, თითო ვისკი დავლიო და წავიდეთ. ონურ, ბოლო დროს სულ დაძაბული ხარ, ატყობ? ერთი წუთით. დიახ, 2 ვისკი. ახლავე. ალბათ დუბაის პროექტის გამო ნერვიულობ. დამშვიდდი. მოდუნდი. ასე. აიბარებში სიარული რატომ არ მიყვარს? მუსტაფაც აქ არის. დავინახე. თავისი გოგოც თანახლავს. შენ გილუდება.
არა, შენ. კარგი რა. ცხადია რაც უნდა. რა მნიშვნელობა აქვს შენ იქნები თუ მე? იაფასიანი გახვა. გაიხსენე რაც გითხარი. ეგეც ხომ ქალია. ყველა ქალი ერთნაირია. გაიგონე შეჰრაზად რა თქვა. ალაჰი რაო? შეგვეციოსო? რა სასაცილო გოგოა. თავიდან სერიოზული ჩანდა. უკარება, ამაყი. მერე კი ნამდვილი ხასიათი გამოაჩინა. იმიტომ რომ ვახშამზე დაუპატიჟეთ. შენი იდეა იყო. რა უნდა მექნა? პრემიის ლაურეატია, ხელის გულზე უნდა ვატაროთ. შეიძლება შეჰრაზადზე არ ველაპარაკოთ. რატომ? სალაპარაკო სხვა არაფერი გვაქვს? მე არა. სხვა რამეზე ველაპარაკოთ. არ მისმის იმ გოგოს რას ერჩი. რა გინდა? რა უნდა მინდოდეს? რამდენჯერ აგიხსენი? ახლა საქმის გარდა არაფერი მაინტერესებს. დუბაის პროექტზე სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. პროექტი 15 დღეში მოამზადა. ხომ ასეა? ტყუილ უბრალოდ აწყენინე. ესე იგი შეეძლო. თუ ასე რატომ ედამათებოდა? ეს მანქანა ბებიამ მოუტანა. რა ტყუილად ძინავს? რა საყვარელია? დედა. შვილო. ბავშვი კარგად არის? ხო. იცოცხლებს? კარგია. დამშვიდი? ახლა კარგად მომისმინე ნადიდეჰანი. ის უდანაშაულო ბავშვი ავად იყო. განიცდიდი. წახვედი და მოინახულე. გაიგე რომ გამოჯანმრთელდა. დღეიდან იქ აღარ წახვიდე. ის ბავშვი ჩემთვის არაფერია. უცნობი ქალის შვილია. ჩვენი შვილიშვილია. არ არის. ჩვენი შვილიშვილი არ არის. ჩვენი შვილიშვილები აქ არიან ამ ჭერქვეშ. გასაგებია? აჰმეთი ჩვენი შვილი იყო. ნადიდეჰანი. შვილის სახელად აჰმეთი არ მყავდა. ურჰანბეი. გაჩვენდი. ჩემი შვილი. გინ შეეგუე, გინ დარა. შვილი მაშინ დაუკარგე, როცა იმ ქალის ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. გასაგებია, რამდენჯერ გითხარი. როგორც არ უნდა უარყო ის ბავშვი ჩვენი შვილიშვილია, ჩვენი სისხლი და ხორცი. არა, ასე არ არის. ჩემი სისხლი და ხორცი აქ ცხოვრობს ამ სახლში. მომისმინე? თუ გავიგებ რომ იმ ქალთან კიდევ წახვედი და თუ ის ბავშვი კიდევ ერთხელ ნახე, გეფიცები დავივიწყებ 39 წლის სოლქმარი რომ ვართ. მარკს ჩაალაგებ და ამ სახლიდან წახვალ. რა? ეს ჩემი ბოლო სიტყვა. Bravo. მოიცადეთ, არ ჩააქროთ. ჯერ სურვილი ჩაიფიქრეთ.
3-მდე დავითვალოთ, კარგი? 1, 2, 3. დანა მოგაწოდეთ. გილოცავთ. ერთი წუთი ჯერ არ გაჭრათ. მიხრიბან ბენო, აქ მოდით. ისიც მოიყვანეთ. ჩემი საჩუქარი მოეწონა. გამომართვი პატარა, გამომართვი. მას ვინც ფოტოზე მოწყენილი იქნება, ტორც არ ვაჭმევთ. Evet biraz daha. ცოტა აქეთ. Çekiyorum. ვიღებ. თან. koş. ჩქარა. ჩაგდე. ეს ბოლოა? ხო. Bitmedi mi daha? ლადარ არის? Az kaldı. ცოტა დარჩა. Çok yaxşı. ქანი დღე ძალიან მომეხმარა. Yapacaksın ben hadi. შია, მოდი, ჩქარა. Hadi მოვდივართ და მოდი პატარა. Hadi bakalım. დაჯექი. Hadi gel bala. კარგად დაჯექი. Kahvaltımızı yapalım. ჯერ ვისაუბროთ, მერე სასეირნო წავიდეთ, კარგი? სად? Bilmem. არ ვიცი. Ben nereye? სადაც გინდა. და წავიდეთ მიხრიბა. Benim სადაც გინდა საყვარელო. სადაც შენიტყვი. რამდენიმე დღეში ბაქოში ბრუნდები. sonra Bakı'ya dönerim. Niye? რატომ? Kaan ya. კანი გამოჯამრთელდა. Nece galı? აქ რა გავაკეთო? Bakı'da. ბაქოში გელოდებიან მიხრიბან. Biraz. თუ ასე ცოტა ხანს დარჩი. Ne oldu? გთხოვ. Galı mı? დარჩე? დარჩი. Hadi bakayım. მოდი ჩაი დავლიოთ. Firdevs. Niye ფირდევს. yapıyorsun bu şeyleri? ჩაი დედაჩემს რატომ მოადუღებინან? თვითონ მოინდომა უნურბეი. Çocukken ბავშვი რომ იყავი, ჩაი ყოველთვის მე მომქონდა ამერიკაში წასვლამდე და გავიწყდა. Zahmet არ მინდა რომ შეწუხდე დედა. Teşekkür ederim. გმადლობ. buzdolabım bomboş. მაცივარი ცარიელი გაქვს, რა ხდება? Normal. ყოველთვის ასეა. ძირითადად გარეთ ჭამ. Evinin de maaşı. ხანდახან სახლშიც უნდა ჭამო. Eksik bir şey. სახში საჭმელს ყოველთვის ვამზადე ფერიდი ჰანიმ. შენ არ გსაყვედურა ფირდევს. შენ რომ არა სახლი დიდი ხნის წინ ბუნას დაემსგავსებოდა. კიდევ რამე ხომ არ გნებავთ? არა, საყვარელო, გმადლობ. გემრიელად მიირთვით. ეს სახლი ბინიაფი ჰოლდინგის მმართველი სახლს კი არა, ძვირად ღირებულ სასტუმროს გავს. Bir otel. არც ითბო იგრძნობა, Evi sıcak. არც იმყუდროვე. Havası. Baban çok. მამა შენი ოჯახურ სიმყუდროვეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. Yeri geliyor devlet. კარგი იქნება შვილო, თუ სახლში Ev hayatı. სტუმრებს ხშირად მოეძვა. Evlidir derdim. Ya tabii. მართალი ხარ, Huzurlu değilsin. მაგრამ სიმშვიდე თუ არ არის რა უქნა. Ev nasıl? უნდა იყოს. Öyledir oğlum. სახლში სიმშვიდე უნდა იგრძნობოდეს. Efendim? რას გულისხმობ? არაფერს. ეს სახლი ასეთი არ უნდა იყოს. Anne sorun. რა ხდება დედა? Bu evde sen. ამ სახლში რა არ მოგწონს? Var. რა და Boşluk. სიცარიელე, Burası. სიცივე. Ev onun. ეს სახლია შვილო. სახლი და არა ოფისი. Yine aynı konu değil mi? ისევ ერთი და იგივე. Evlen artık. ქორწინებაზე უნდა მელაპარაკო. Bunu გიგვირს რომ ამაზე გელაპარაკები? torun. შვილი მინდა. Evlenme. დროა ცოლი მოიყვანო. Söyle. კარგი ოჯახის შვილი. İyi bir aile. კარგი გვარის ქალი უნდა ითხოვო. Senin ისეთი რომელიც შენი შვილების დედობის ღირსი იქნება. olur olmaz bir kadın. მეშინია ვინმე უნამუსო მთავგზა არ აგებინიოს. Öyle bak. ასე მიმიყურებ. შენ ირგვლივ უამრავი ქალია, მაგრამ
არც ერთი შეგეფერება. Kadınlar hepsi at baba gibi. ყორნებივით არიან ჩასაფრებული. Allah ალლაჰმა დაგიფაროს მათი სათამაშო გახდე. და შენც რა ამეც? Ben de. გაშენია მამაჩემს სარდავემს გავს არა? Ben de babam. რატომ გაჩვენდნენ? Ha? Aşağı. არ გინდა მამაჩემ 1,000 გახმის ლოგინში მოვკვდე და მე რა პრესის სალაპარაკო გავხდე. ამის გეშინია არა? ხელი მომეცი. sıkacak თბილად ჩავიცოთ. rüzgar var. იქ მქარია. დედა წაფს ხომ მეყიდი. გიყიდი. Benim balam ჩემი პატარა გამოჯამრთელდა და კარგად არის. ახლაც ასე ერნოთ მიდის. ოჩაღი ბიჭი მყავს არა? ძალიან. hadi bakalım. ხუდიც დავეხუროთ. Hazır mıyız? დად ვართ? ამთან ასე წამოვიღებ. მიდი ჩქარა წამოიღე. Babaanne. ბები ამაჩუკა. Hadi bakalım. Ayakkabı ფეხსაცმელი ჩავიცვათ. მე ბაღი ისე წავიდა რომ არ გაუსხლავს? გახმა? Sen uğraş. მოძვალობ. Söyle. ნიმეც უთხარი მე ბაღეს დაურეკოს. Olur. კარგი. Pastırmayı be. ორი მოგეწონა? Daha getir. თუ გინდა კიდევ ჩამოვატანინებ. Olur. კარგი. Ne oluyor Nari? რა გემართება ნადიდეჰანი? Bir hafta. ერთი კვირა ხმა არა მოგიღია, არ მელაპარაკები. რატომ დაგელაპარაკო? შემთხვევით რამე რომ წამომწდეს? და მე ამისთვის ქურჩაში გამაგდო. Dayı. გიწია. Dayı demir. მიზიას მომეძახით, განი დამიძახეთ. რამდენჯერ გითხარით? Ama dedem. პაპა გაგუბრაზდება. Ayşe. აიშე, საქმეს მიხედე. Kızar. ო, მართალია, დაბრაზდება. O zaman bana. თუ ასეა ბიძია მარტო მისი თანასწრებით დამიძახეთ. შევთანხმდით? კარგი. Dayı. გიწია. ისმენ? არა, განი. ისმენ? Sen o kadar. სკოლაში რატომ არ დადიხარ? Mı gideyim? გინდა სკოლაში მეცვიერო? ხო, ჩვენი სკოლის ავტობუსში ჩაჯექი. გთხოვთ. გოგოებო, განსაცმელი არ გამოგიცვლიათ? ახლა თქვენ ოთახში წადით და ჩაიცვით. ჩქარა. მაგოცემ. ჩქარა. Ali Kemal. ალი ქემალმა არ მოგცა? Daha değil. ჯერ არა. Daha değil. ჯერ არა. რა უბედურებაა? Niye ki? ო, მაგრამ რატომ? უჩქარობ. Babam ne yapıyor? მამა ჩემი სადა? Ne bileyim. მე რა ვიცი. წეღან ბაღში იყო. Ulan ne hayal. ეს რა ცხოვრებაა, მოსვენება კვირა დღესაც არ მაქვს. Sen hazır ol. დიდი მამა შენი ჭკუაზე არე. Daha çok. კვირაობით მუშაობა კიდევ დიდხანს მოგიწევს. Ne zaman veriyorsun? ფულს ოდის მომცემ. Ne parası? რა ფულს? Ne demek be? როგორ თუ რა ფულს? Gani. ხომ გითხარი განემ უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსებზე უნდა იაროს მეთქი. იმ დღეს ხომ დამთავრდი? ახლა რა ხდება? Allah aşkına. თავი დამანებე ფუსუნ. Kurs parası. გადასაღრელი ფული სად მაქვს? რა? Niyeymiş? ეს როგორ უნდა გავიგო? Ben de şimdi üniversiteye როგორ გონია შენ ძმას უნივერსიტეტში შესაბარებლად ჭკუა ეყოფა? შენს თავს მიხედე ალი ქემალ მოთმინებას მიდამაკარგუნე. ფული სად არის? ფუსუნ, მომეცი. დღეს საბუთები უნდა შევიტანოთ, ბავშვი გელოდება. მაგდენი ფული არ მაქვს. ხო? Vallahi yok kızım. დამიჯერი არ მაქვს. Nereden bulacağım? მაგ ხელოთან ხა სად ვიშოვო? Nerede? ნუ მითხარი სად? Baban. მამაში სთხოვე. Sen delirdin. ალბათ გაგიჟდი. ბავშვის საბუთები ამ კვირაში უნდა შევიტანოთ ალი ქემალ. იცოდე გაფრთხილებ.
ერთმანეთს რამდენი წელია ვიცნობთ? 39. ეს რაც დავქორწინდით. მაგრამ უფრო ადრე გაგიცანი. 1958-ში. მაშინ 12 წლის იყავი. როგორც კი პირველად დაგინახე. ალლაჰს ვთხოვე, გოგო, ჩემი გახდეს მეთქი. მანაც მოწყალე თვალით გადმომხედა. 48 წელია ალლაჰს მადლობას ვწირავ. ყოველ დილას და ყოველ საღამოს. იცი რატომ? ბედისწერამ ერთმანეთს რომ შეგვახვედრა. გამოდის რომ ტყუილად. მადი დეჰანი. როცა სიტყვა ენას მოსხდება, უკან ვეღარ დააბრუნებ. ასეთი სიტყვა ადამიანს გულს უკლავს. ვიცი, ცუდად გამომევიდა. გაწყენინე. ამ ოჯახის დიასახლის უთხარი ჩემოდნები ჩაელაგებინა და სახლიდან წასულიყო. მაგრამ შენ ხომ იცი, ეს მხოლოდ სიტყვებია. გული კი სხვანაირად ფიქრობს. აჰმედის შვილზე რაც თქვი ისევ ძალაში რჩება. ის კი რაც წამომცდა. დაივიწყე. თუ ჩვენს 48 წლიან მეგობრობას პატივს ოდნავ მაინც წემ. Ილამშვიდობისა ბენუჰანიმ. რა ხდება, რამე დაგჭათ? არა, უნდა ვიმუშაო. დღეს ხომ გვირა? ბევრი საქმე მაქვს. წარმატებას გისურვებ. მადლობ. სასიამოვნო კვირა დღეს გისურვებთ, ქერემბეი. ილამშვიდობისა. ბევრი საქმე გაქვთ? ო, ასეა. შენ აქ რას აკეთებ? ვიცოდი რომ ჰოლდინგში იქნებოდით, ვიფიქრე მუშაობაში დავეხმარები მეთქი. ყაზახებმა ხომ გადაწყვიტეს სადგურის გვერდით კიდევ ერთი შენობა ააშენონ, დროა პროექტზე მუშაობა დავიწყოთ. ახლა სწორედ ამ პროექტზე მუშაობ. შემოდი. ნეტავ რომ მოდიოდი თერმოსით ყავა წამოგიღო. ახლა მოგიტანთ. როგორ? ყავის აპარატი ხომ გვაქვს? რა გორგია? სიამოვნებით დავლევ. უნალეკო ყავა. უშაქრო იყოს? ო, უნდრძიანი. ახლავე. Teknede seyredeceğim. იახტაზე ვუყურებ. არა, მათში არ მივდივარ. იახტა უფრო მოსახერხებელია. საგზაო საცობები არ შემაწუხებს, თანაც გალათასარაის გულშემატკივარი ვარ. ო, ასეა. შეიძლება მოვიდე. მისამართი მითხარი. ვერგენ. ო, ვიცი, გურუ ჩეშმეში. ძველ სახლებს რომ გაცდები. ტერასებიანი ბარი. კარგი, მაჩის დაწყების დროს იქ ვიქნები. ონური? არ ვიცი, ვეტყვი. ნახვამდის. ინებეთ. მადლობ. დილიდან უკვე მესამედ მირეკავს. Efendim anne. გისმენ ალი. Geleceğim dedi. ხომ გითხარი მოვალ მეთქი. Çalışıyorum şimdi. ახლა მუშაობ, მოგვიანებით დაგირეკავ. Tamam. კარგი. Pazar günü კვირას დედა ჩემთან ვსადილობ. demek. İki elin kanda da olur. ასეთი ტრადიცია მაქვს. გელოდებათ არა? ყოველ კვირას. Sen annenler მშობლებთან ცხოვრობ?
Hayır. არა, ისინი კვიპროსზე ცხოვრობენ. İşte Doğu Akdeniz Üniversitesi. დოღუ აკდემიზის უნივერსიტეტში პროფესორები არიან. ნაბატია გამახსენდა რომ მითხარი. დავიწყოთ? Çok güzel. რა კარგი ყავა. გმადლობ. Afiyet. არაფერს. Tabii. რძის კუბებით მოგიმზადებია. Nereden bu? სადიშოვე. Berlin'den arkadaşım. ჩემმა მეგობარმა ბერლინიდან ჩამომიტანა. ძალიან მიყვარს. ასეც ვიფიქრე. მოვედით. Özün niye bir dakika? აქ დაწოლა არ შეიძლება. Atıldı mı? ზემოთა რატომ დაძექი? ლოგინია თუ საძილეტომ არა? ჩემო საყვარელო, გიჩქმიტო? არ მიჩქმიტო? გიჩქმიტო? ათექი. ჩემი საყვარელი შვილი. მიდი ფრანცი თამაშე. ოღონდ ჩორს არ წახვიდე. Uzaklaşma ama. კარგი. ჩემი შვილი გამოჯამრთელდა. უბედნიერესი ქალი ვარ, მიჰრიბანი. İyi koştuk değil mi oğlum? დღეს კარგად ვიჯირითეთ, არა პატარაო. Atınız çok güzel. კარგი ცხენი ყავთ. Sağ olun. გმადლობთ თქვენს. Adı ne? დაქვია. Şaş. შახ შეჰრიარი. როგორც 1001 ღამის ზღაპრის პერსონაჟს. Bu şahs შახ შეჰრიარს თავისი შეჰრესათი ყავს. Siz bin როგორც ჩანს 1001 ღამის ზღაპრები კარგად იცით. ვიცი, biliyorum. Kadın შახ შეჰრიარს, რომელსაც ქალების არ სჯერა. ona binbir gece. შეჰრესათი 1001 ღამის ზღაპარს უყვება. დიახ, ასეა. İyi günler. ნახვამდის. İyi günler. ნახვამდის. დავიდეთ. Ahmet ve Dağcılık Kulübü'nde. Ahmet Alpinizmis klubში გავიცანი. უნივერსიტეტში. ოტტუდე. ორი კურსი ჩამორჩებოდი. Yeni başlamış. ჯერ ახალბედა ალპინისტი ვიყავი, მას კი მგონი. Çoktan dağılıyor. ყველა მწვერვალი დალაშქრული ჰქონდა. ეს ახმეთის იყო. ერთხელ ქაჩქარის დასალაშქრად წავედით. O gün şu ჯერმოსი ხელიდან გავუვარდა. yuvarlandı. ჩაგორდა და გადავარდა. Ahmet alacağım. ახმეთმა დაიჩინა უნდა ამოვიტანო. Ahmet bırak. არ ვუშვებდი, მაგრამ არ დამიჯერა. Dinlemedi. მაინც ჩავიდა და ამოვიტანა. ყველასთან ყველაფერს უფრთხილდებოდა. საყვარელ ადამიანებს, თავის შვილს, განსაკუთრებით შვილს.